მომავლის ქალაქი უნდა იყოს ჩვენი სურვილების, ჩვენი მისწრაფებების, ჩვენი იდეალების შესაფერი ქალაქი. არსებითად ქალაქები ფასობენ თავისი საზოგადოებრივი სივრცეებით. ეს არის ქუჩები, ეს არის მოედნები, ეს არის მწვანე სივრცეები, გამწვანებული სივრცეები და ეს არის წყლის ზედაპირები. ეს არის ის ადგილები, სადაც ყველა ადამიანი თანასწორად სარგებლობს ამ სივრცეებს, ყველას თანაბარი უფლება აქვს. საზოგადოებრივი სივრცე ყველაზე მეტად ევროპული ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც დღეს ევროპული ქალაქი ქალაქის საუკეთესო მოდელად მიიჩნევა. თბილისიც ევროპული ქალაქი იყო, მე-19 საუკუნის თბილისი ევროპული ქალაქი იყო, მაგრამ ეს ისეთი მკაფიო და გამოკვეთილი არ იყო, ესეთი ძალა არ ქონდა სოციალური თბილისს. აი ამ ცვლილებამ 90-იანი წლების ცვლილებამ, ამ სისტემის ცვლილებამ მოიტანა ეს ველური ნეოლიბერალიზმი, რომელმაც დაჩაგრა ქალაქი. დღეს თბილისი იმასთან შედარებით, რაც თბილისი ადრე იყო, გაცილებით ნაკლებად ქალაქია. რამდენადაც ნაკლებად სოციალური წარმონაქმნია. ნაკლებად სოციალური წარმონაქმნი თბილისი განვითარების სრულიად ახალმა ტენდენციებმა გახადა. ტენდენციებმა, რომლებიც არაევროპული ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. ქალაქების სიმაღლეში ზრდა, რატომღაც სწორედ ეს გახდა ჩვენთვის მომავლის ქალაქის სტერეოტიპი. ის ქალაქები, რომლებიც სიმაღლეში იზრდებიან, გამოხატულება არიან არაჯანსაღი სოციალური ცხოვრების, სადაც ცალმხრივად ეკონომიკური ცხოვრება არის, სადაც ეს ევროპული ქალაქის ტრადიცია არ არსებობდა. და ეს ცალმხრივი მოდერნიზაციის ხიბლმა გააკეთებია არაბებს ასეთი რაღაცეები და ჩვენ რომლებსაც გვქონდა ეს ევროპული ქალაქი, რატომღაც მიუბაძეთ დუბაის და არა ამსტერდამს. ქალაქის მომავლის მისი წარსულის გათვალისწინებით დაგეგმვა სწორედ ეს არის გამოფენის ქალაქი ნავთობის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი. აქ წარმოდგენილია იმ ქალაქების კონკრეტული მაგალითები, რომლებმაც თავიანთ ურბანულ სახეს ძველი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებით მიაღწიეს. ეს არის ნიუ-იორკის საზოგადოებრივი პარკის მაგალითი. ეს იყო თავდაპირველად გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული, ასე ვთქვათ, საქალაქო რკინიგზის ხაზი, რომელმაც ნელ-ნელა დაკარგა ეს ფუნქცია და რაღაც მომენტიდან იმის მაგივრად, რომ ეს ტერიტორია გამოეყენებინათ კვლავ სამშენებლო სივრცეთ, იმისგან განსხვავებით, რაც მაგალითად თბილისში ხდება დღესდღეობით, შემუშავდა ძალიან საინტერესო პროექტი, როცა ეს სარკინიგზო ხაზის ბოძები და სისტემა შეინარჩუნეს, ოღონდ ზემოდან გაშენდა პარკი. შენარჩუნებადი განახლება სწორედ ეს არის ევროპული ქალაქების განვითარების მიზანი. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შექმნა ზურა ბაქრაძემ გარე ავლაბრის განაშენიანების გეგმა, რომელმაც 2008 წელს კონკურსშიც გაიმარჯვა, თუმცა პროექტი დღემდე ნახაზების სახით დარჩა. არც წინა ხელისუფლება და არც ეს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ქალაქის დაგეგმვით. თუ გაგრძელდა იგივე, რაც დღემდე მიდის, მაშინ თბილისი როგორც ქალაქი გაქრება. ეს იქნება გროვა, უზარმაზარი ბეტონის ნაგებობების, ეს იქნება მექანიკური ჯამი ადამიანების, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ვერ ქმნიან საზოგადოებას. ქალაქის განვითარების გეგმის კორექტირებაზე მუშაობს ამ ეტაპზე თბილისის არქიტექტურის სამსახური. ამავდროულად თბილისი ჩაერთო საერთაშორისო პროექტში მომავლის ქალაქი, რომელსაც გერმანული კვლევითი ორგანიზაცია Fraunhofer-ი ახორციელებს და რომლის მიზანიც ქალაქების ენერგოეფექტურობის გაზრდა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. ძირითადი ასე ვთქვათ პრინციპი ამ მომავლის ქალაქის არის ის, რომ ქალაქები გახდნენ მეტად ენერგოეფექტურები. გადავიდნენ ასე ვთქვათ განახლებად ენერგიებს. შესასწავლი სატრანსპორტო სექტორი, შესასწავლია ურბანული მობილურობის სექტორი. და ერთი წლის მერე გვექნება სამოქმედო გეგმა, ზუსტი გეგმა, როგორ უნდა იმოქმედოს თბილისის მინისტროს შეამციროს ეს გამომავალი. ენერგოეფექტურობის გეგმის განხორციელება ხანგრძლივი პროცესია. როგორი იქნება მომავლის თბილისი, თუნდაც ამ პროექტის შემდეგ, ამაზე საუბარი დღეს უჭირთ. როგორი გვინდა რომ იყოს თბილისი, სურვილები მომავლის ქალაქზე მისი წარსულიდან მოდის. ძალიან კარგი ხატის შექმნა შეიძლება თბილისისგან, იმიტომ რომ თბილისი უკვე იყო ასეთი კარგი ქალაქი.
და ჩვენ ახლა ამ ქალაქს ვიცნობთ ერმაკოვის ფოტოებისგან. ეს იყო მულტიკულტურული ქალაქი, ეს იყო ქალაქი, რომელიც ფაქტიურად საქართველოს დედაქალაქი არ იყო, ეს იყო რეგიონული ცენტრი, ეს იყო ქალაქი სამშობლოს გარეშე, მაგრამ თვითონ იყო სამშობლო უამრავი ადამიანისთვის, სხვადასხვა კონფესიებისთვის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის. მე ვისურვებდი, რომ თავისუფლების აღდგენის საფუძველს გაიფურჩქნებიან ისევ ეს კულტურები და თბილისი ისევ შეიძენს მრავალკულტურულ სახეს, ქალაქის შინაარსს და მაშინ ისევ გახდება ის რეგიონული ცენტრი, ის თავისთავად მოხდება.